მეგობრებო, ეხლა დანაპირები სადეს გავაკეთებ, მეთქი რომ თქვი. ნაუცბათებს სადეს გავაკეთებ. ამას ქვია აჭარული კერძია და ქვია კარტოფილის ბორანო. ამისათვის დაგჭირდება კარტოფილი, აჭარული ყველი დაბწნილი, სახლის კარაქი, ეგეც აქ დამზადებული. ადვილად რომ მოიხარშოს, როგორც ვიყურე, ისე უნდა გავაკეთოთ, მოიხარშოთ. წყალი ბევრი არ უნდა. წყალი ბევრი არ უნდა, წყალი არ უნდა შეერჩეს, ბოლომდე უნდა, თითქმის ბოლომდე, სულ ცოტა დახტო და არ აუშავს, ორთქლზე მოიხარშოს. გავამზადოთ ყველი, დავჭრათ. ყველიც მარილიანია და კარაქიც მარილიანია და ამიტომ კერძში მარილი აღარ უნდა. ეს ყველი წათხში მაქვს შენახული და ზედმეტად მარილიანიც არის. ამიტომ ცოტას წყალსაც გადავავლე, რომ ძალიან მარილიანი არ გამოვიდეს. გავაჩერებ ახლა ამას წყალში. ცოტა ხანს ასე აქეთ გავამზადებ კარაქს. ბორანოს კარაქი ყოველთვის უნდა მეტი, რომ გემრიელი იყოს. სადღაც აი ასე და ცოტა კიდევ დავამატებ. ოდნავ. აფასოლია გაშრეს. გავადნოთ კარაქი ისე რომ გაშავდეს. ცოტა ჩავუმატე, კარგად დაიწვას. აი, კარაქის დაწვას რომ გულისხმობ, ამას გულისხმობ. ასე უნდა იყოს. კარტოფილი მოიხარშა, თითქმის ჩაშრა. ეხლა პიურესავით ამოვლესოთ, სულ ცოტა დარჩა ძირში წყალი. ჩაჭრიტოთ კარგად. ცხელში ჩავყაროთ ყველი. დავასხათ კარაქის უმეტესი ნაწილი და სულ ცოტა მოვიტიოთ თებშზე რომ გადმოვიღებთ ზევიდან მოსასხმელად. გაჩვენებთ როგორი იქნება ეგეც. ცხვრის ყველი მე არ მიყვარს, სუნიანია და მე ვეჭამ და არც გამოვა კარგი.
ადიგენის ყველი არის ზოგიერთი, რომ არ არის სუნიანი და ჩვეულები გემრიელი ყველია. გადმოვიღებ მე ახლა თეფშზე. ძალიან გემრიელია, ოღონდ მართლა. დამერწმუნეთ, რასაც ვამბობ. მე ახლა ცოტა დავასხი თქვენ რომ გაჩვენოთ. თქვენ რომ გაჩვენოთ. აი ასე გამოიყურება. ძალიან გემრიელია. კარტოფილის ბორანი. უგემრიელესი. ახლა უნდა გავიქცე. ხორცი მინდა ვიყიდო ცოტა და კამპოტისთვის ბანკის კრიშკები მინდა. რა ქვია კრიშკები? მინდა ვიყიდო რომ კამპოტები გავაკეთო. საერთოდ ახალი მაღაზია აღმოვაჩინე, ჩემთან ახლოს არ ვიცოდი. შემთხვევით დავინახე და ჩამოვედი ბანკის კრიშკები მინდა. კამპოტი რომ გავაკეთო. აი, საერთოდ არ ვიცოდი. აი, ნახეთ. ძალიან კარგი მაღაზია. ყველაფერია. რა თქმა უნდა, ახლა მე რასაც ვეძებ. ნამდვილად არ ვიცოდი და რა კარგი რაღაცებია. თან დავავთ ასეთ. კარგი, ხო აქ რომ არ გამლანწყო. და ის ჯოხირა ფასიანია. აი, ავიღებ ვნახე და მოვალ მერე. მოვედი მეგობრებო. ვიყიდე ხორცი. აგროფუდში. ეს კრიშკებიც ვიყიდე. ბალი უნდა გავაკეთო და ძველ კი არა, ერთი წლის კრიშკებსაც ვსარგებლობ თუ გააჩნია. ხორციც ვიყიდე. კარგი ხორცი ჩანს ძალიან. ნახოთ როგორი იქნება. არა, აქ ბევრი ცხიმი, ნორმალური ხორცია. დღეს არ ვაპირებ ამის გაკეთებას. აი, ნახეთ. კარგი ხორცი ჩანს და რა ვიცი. ნახოთ შვენიერი ხორცი. აი, ახლოდან უფრო კარგად ჩანს. დავიწყოთ მეგობრებო კამპოტის გაკეთება. ბალის მე ბალი გავრეცხე. დაიწურა. ეხლა ამას დავასხავ ადუღებულ წყალს და გადავწურავ. ერთ წუთს გავაჩერებ და საკმარისია გადავწურავ. აქეთ ვაკეთებ სტერილიზაციას ბანკები გავამზადე, გავრეცხე, მგონი 5 გამომივა და 5 ბანკა გავრეცხე. სტერილიზაციას გავაკეთებ ბანკების. აი, წყალი ადუღდა. გავასტერილებ კარგად. აი, ნახევარი. 2 სავსე და 1 ნახევარი. ეს აკეთებს 3 ბანკას. რავად გაიხლა ცეცხლზე. ეხლა ამაში ჩავაყრე 3 ბანკის შაქარს. მე ერთ ბანკაში ვაყრი
2 ჭიქა შაქარს, რადგან ჩემებს არ უყვართ ტკბილი. თქვენ თუ გინდათ დაამატეთ ნახევარი ჭიქა. ჩემები არ სვამენ ტკბილს და ამიტომ ვცდილობ, რომ ტკბილი არ გამომივიდეს. ანუ ამას უნდა 2, 4, 6, 3 ბანკისას 6 ჭიქა შაქარი. მაგრამ ასე სავსეს ვაკეთებ. ეს 1 2 3 4 შაქარი კიდევ მაქვს. ეს 6. ეს რომ ადუღდება, დავასხო ცხელს, ეს ისედაც ცხელია ბანკები. მერე კიდე ცხელ წყალში ამოვლებულ კრეშკებს დავახურავ, მე რეზლიანში ვაკეთებ ახლა. ვინდა მეორეში გავაკეთებ და მოხუპეთ და მორჩა. მე ყველაფერი არ უნდა. მე ასე მეადვილება და იმ გასტერილებულს იქ ძნელია მხელა ქვაბში, ჯერ ერთი აქ პატარა გაზია, გარეთ რომ მქონდეს გაზი კიდე ხო. ასე ვაკეთებ და არასდროს არ მახსოვს რომ ერთი ბანკაც გამფუჭებოდეს და არც წამალს არ ვადებ, ასპირინს რომ ადებენ და არც არაფერს საერთოდ. მე საკმაოდ ცხელა და გასთანაც ცხელა, მაგრამ არაუშავს. ახლა სეზონია და ასე უნდა დავიწყო 5-5-დან, 3-3-დან, 5-7, რა ვიცი, ყველა ხილს ვცდილობ, რომ ყველა ხილით შევავსო. ჩვენ სულ აწყობთ ხაჭაპურს, სულ ცომელთან გვაქვს და გამბუტები რომ არ თუნდეს არ შეიძლება. წვენებსაც ყიდულობთ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ვაკეთებული ჩემს სახლში ოღონაშო მოწონთ ჩემს შვილებს, ჩემ ქარს მოწონს ატამი. მე კიდე ძალიან ტკბილებს რომ არ ვსვამ, დიდად არ მაქვს გართულება, შეიძლება ნახევარი ჭიქა დავლიო. არა, სულ ერთია. რომელი იქნება, მე არ მაქვს მაგაზე გართულება. ეხლა 5 ეს კრეშკებიც გავასტერილობ. აქ ხომ აქვს მეადუღებული წყალი. გავასტერილობ ეს. გავაჩერებ აქ ხუთი და საკმარისია. მე რატომღაც ასე მეადვილება. ძალიან. მე იმ ცხელი წყლიდან ამოღებულ მას კიდე რა ვიცი დროც ჭირდება, იქ ბანკების დუღილი იქ რა. ასე ძალიან ადვილია. ესეც სად არის მეხუთეც.
გავამზადე ხუთივე ბანკა. აი. ველოდები ახლა სიროპის ადუღებას. მალე ადუღდება. როგორც კი ადუღდება, ჩავასხამ. ადუღდა წყალი. სიროპი უფრო სწორად. სიროპი ადუღდა. ჩავასხამ ახლა ამას. ასე არც ძალიან მოიხარშება. ისეთი გემრიელია, რომ რაც მე ასე ვაკეთებ, წლებია უკვე. ერთს რომ დაახურავთ, მეტი აღარ უნდა მოაძროთ, რომ ჰაერი არ შევიდეს. გადავატრიალებ ახლა. ნახავ. გამოდის, არ გამოდის. სად არის? სად არის? სულ შიშრად ვაკეთებ, საერთოდ შიშრად. აქ საშიში არაფერი არ არის, როცა ასე აკეთებ. არაფერი. საერთოდ. ავიღეთ. Right. Все, здесь дальше сусу. ნახევარი ჭიქის, ნახევარიც არ არის. ეხლა ეს ორისაც გავამზადოთ. ამას უნდა ისევე 3 ლიტრიანი და ნახევარზე ცოტა მეტი. ანუ 1-2 ბანკაზე 1 ლიტრიანი და ნახევარზე ცოტა მეტი. ერთი ჭიქა სიროპი თუ იქით მოგრჩებათ ამ გაგდებათ, არა მაგის პრობლემა. დასხამთ ადუღებულ წყალს. აქტიურად არც მოგაგდება. აი, ნახევარზე ცოტა მეტი. შაქარიც ჩავაყაროთ. 4 ჭიქა ეხლა. გაჩვენებთ ახლა. აი, ასეთ მდგომარეობაში მაქვს. აი, მეგობრებო, 5-ვე ბანკა გავამზადე. შევფუთავ ახლა ამას 2 რადიალში, რაც შეიძლება კარგად, რომ 2 დღე იყოს
თბილად. თბილი კი არა, ცხელია შიგნით 2 დღეს და ეს იგივე არის სტერილიზაცია. ასე მე უფრო მეადვილება და საერთოდ არ მწვალობ. მეგობრებო და ახლა და მეგობრებო ახლა დაგემშვიდობებით. დღეს ცოტა დავიღალე, ყველაფერი ერთად მომიწია, მაგრამ არ ავშავს. შვიდობიან ღამეს გისურვებთ. სიხარული წინსვლა და ბედნიერება არ მოგაკლოთ უფალმა. აბა კარგად.